გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილის თემაა როგორ შეიძლება ჩავატაროთ სენსიტიურობის ანალიზი data table ინსტრუმენტის გამოყენებით Excel-ში. სენსიტიურობის ანალიზი ჩვენ გვჭირდება მაგალითად ფასის მოგებაზე ზეგავლენის დასათვლელად ფასის სხვადასხვა ალტერნატივის შემთხვევაში. დაუშვათ გვაქვს ხაჭაპურის ბიზნესი, ჩვენ ვყიდით ხაჭაპურს, შევისწავლეთ მოთხოვნა და ვნახეთ რომ მოთხოვნა ფასთან არის შემდეგ დამოკიდებულებაში, რომ მოთხოვნა ტოლია 4000 გამოკლებული 1100 გამრავლებული ფასზე. ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული მოთხოვნის ფუნქცია. ჩვენ ვიცით ასევე სხვა პარამეტრები ბიზნესის, როგორიცაა ერთი ხაჭაპურის წარმოება და თვითღირებულება არის 90 თეთრი, ასევე ყოველთვიურად ჩვენ ვიხდით 1800 ლარის ოდენობის იჯარას. ჩვენ შემდეგ ვაკეთებთ ყოველთვიური მოგების კალკულაციას, სადაც გვაქვს ხაჭაპურის ფასი, მოთხოვნა ხაჭაპურზე, ჩაწერილი ჩემს მიერ ნახსენები მოთხოვნის ფუნქციით. C8 არის ფასი, შესაბამისად გამრავლებულია C8-ზე. ერთეულის ხარჯი, იჯარის ხარჯი, შემდეგ ვითვლით შემოსავალს, როგორც ფასისა და მოთხოვნის ნამრავლს, ასევე ვითვლით ხარჯებს, როგორც ერთეულის ხარჯი გამრავლებული მოთხოვნაზე, ანუ გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე და დამატებული ყოველთვიური იჯარის ხარჯი და მათი სხვაობა კი გვაძლევს მოგებას. ასე შეგვიძლია გამოვთვალოთ მოგება და ფასის სხვადასხვა ვარიანტს თუ მივუთითებთ ამ ცხრილში, მაგალითად 1.7-ის მაგივრად 1.6 მოგებაც შესაბამისად შეიცვლება. მაგრამ ვთქვათ ჩვენ გვინდა უფრო დეტალური ანალიზის ჩატარება და ფასის ბევრი სხვადასხვა ვარიანტის მოსინჯვა და შესაბამისი მოგების კალკულაცია. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სენსიტიურობის ანალიზი, რომლისთვისაც უნდა ავაგოთ სპეციალური ცხრილი. ამ ცხრილში გვაქვს ორი სვეტი, ერთში უნდა მივუთითოთ ფასების სპექტრი, ამ შემთხვევაში მითითებულია 1.5 ლარიდან დაწყებული 3 ლარის ჩათვლით 10 თეთრიანი ნამატით ყველა ფასის კომბინაცია. მეორე სვეტის დასაწყისში ჩვენ უნდა გავაკეთოთ მიმართვა, ჩავწეროთ უდრის C16 უჯრას. C16 უჯრაში ჩვენ გვაქვს გამოთვლილი მოგება, ამიტომ აქაც გვჭირდება ამ ცხრილის დასაწყისში რომ მოგება იყოს გამოთვლილი. შემდეგ ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ცხრილი, გადავიდეთ data menu-ზე, დავაჭიროთ what if analysis relax და ჩამოშლილ ფანჯარაში ავირჩიოთ data table. შემდეგ გამოვა ეს პატარა ფანჯარა, რომელშიც მეორე ველში column input cell, ამ ველში ჩვენ უნდა მივუთითოთ ის მაჩვენებელი, რომლის ცვლილებასაც ვაკვირდებით. ამ შემთხვევაში ეს არის ფასი. ფასი გვიწერია C8 უჯრაში, შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ მიმართვას C8 უჯრაზე და დავაჭიროთ OK-ს. როგორც ხედავთ, ჩვენ მივიღეთ მოგების მაჩვენებელი ფასის თითოეული სხვადასხვა ვარიანტისთვის. შედეგები საკმაოდ საინტერესოა. ვიწყებთ ლარნახევარის ფასიდან და ამ შემთხვევაში გვაქვს ზარალი, შემდეგ ფასის ზრდასთან ერთად ზარალი კლებულობს და გავდივართ მოგებაზე, თუმცა როდესაც ფასი ხდება 2.3 ლარი მოგება აღწევს პიკს, 258 ლარია, შემდეგ უკვე იგი იწყებს შემცირებას და ხდება უარყოფითიც კი. ეს იმის შედეგია, რომ თუკი ჩვენ ძალიან გავზრდით ფასს, ამით დავკარგავთ კლიენტებს, ჩვენი მოთხოვნა შემცირდება და ჯამურად ჩვენი შემოსავლებიც შემცირდება. ასე შეგვიძლია data table ინსტრუმენტის გამოყენებით შევქმნათ ცხრილი, სადაც გვექნება სენსიტიურობის ანალიზი ფასის სხვადასხვა კომბინაციის მიმართ, როგორი იქნება მოგების შედეგი. რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის გატესტვა, ესეთი ტიპის სენსიტიურობის ანალიზის ჩატარება ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ სხვა კალკულაციაზე, სადაც გვაქვს შემავალი ცვლადები და გვაინტერესებს ამ შემავალი ცვლადების სხვადასხვა მნიშვნელობას, რა საბოლოო საშედეგო ცვლადი შეესაბამება.
ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ data table ინსტრუმენტის გამოყენებით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, წარმატებებს გისურვებთ.